ქართული ოცნების პროპაგანდის მანქანა დაბეჭდებით ამუშავდა ემიგრანტების წინააღმდეგ. ეს არჩევნები კაცო ოქტომბრის ბოლოს ტარდება რა და მათ უნდათ ივლისში და აგვისტოში ჩამოსვლა რომ იქ სანდღაც ზღვაზე დაისვენოს პარალელურად იქ კბილები ჩაისვას რაღაცაზე იმკურნალოს იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეც არის და აქ იაფი უჯდება ანუ ისარგებლოს ამ ყველაფრით და წავიდეს ისე და მაპატიე და ყველა ღმერთმა დიდხანს საცოცხლოს რა იქ უნდა იყოს გადასახადები იქ უნდა იხადოს აქ ეს წვილი არ უნდა შეიტანოს და მე ჯვარიწერია და როდესმე ყველანი ხო უნდა მოვკვდეთ და მე რომ მოვკვდება საელჩოს მიადგებიან რა და საქართველოს ბიუჯეტის ფულით აქ უნდა ჩამოასვენონ და ქვეყანაში სადაც 1.5 მილიონი ემიგრანტი ყავს და ყველა ჩვენგანს მოეძებნება ერთი ან რამდენიმე ემიგრანტი ნაცნობი მაინც როგორ შეიძლება ხალხის მიერ დაფინანსებული მედიის წარმომადგენელი ამგვარად საუბრობდეს. ახალი ინიციატივის თანახმად ემიგრანტებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის საშუალება აღარ ექნებათ. სწორედ ამის გასამართლებლად სჭირდება ქართულ ოცნებას ეს პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც წარმოაჩენს ისე თითქოს ემიგრანტებს აქ ჩამოსვლა და ხმის მიცემა მარტივად შეეძლოთ. გიორგი იაკობაშვილის მსგავსი ნარატივები სწორედ ამას ემსახურება. არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ისაუბრა ემიგრაციაზე, სადაც ემიგრანტების რეალურ ისტორიებს მოგიყვებით.